ესე იგი თქვენ ხართ როგორც Associated Press-ის ფოტორეპორტიორი რუსთაველის გამზირზე. დიახ, ალიას და Associated და ასევე ქართული გაზეთის ალიას რეპორტიორი იმყოფებით ადგილზე. დიახ. როდის დაიწყო ეს ჟლეტა, ამას დარბევა მართლა არ ერქვა, და არც დაშლა. ვისთან ერთად იყავით და როდის მიხვდით, რომ უნდა დაიწყოთ აი იმ კადრების გადაღება. ეს ყველა თქვენ გეკუთვნით ეს ფოტოები თუ ბატონი? გედენიძეს ჩვენი კოლეგების, ვინც დაპატიმრებული ვიყავით, გედენიძეს ფოტოები არის და ჩემიც რაღაც ნაწილი. მე ვერ ხედავ, ხა ეკრანზე გადის, მაგრამ უამრავი ფოტო იყო ჩვენით. გასაგებია და თქვენ იღებთ ამ ფოტოებს. აი თვითონ რომ მოგვიყვეთ, მიხვედით, როდის მიხვედით, როდის შემოვიდა სპეციალურად. საღამოს მაშინ ტარდებოდა აქცია, მერიის წარმომადგენელი როგორც მახსოვს რაღაცა საათი რო არ შემეშალოს დრო რო არ ვცდი რაღაც ის მეიტანა განაცხადი იმის თაობაზე რომ მიტინგი უნდა დაშლილიყო. ანუ გაფრთხილება მოხდა მომიტინგეების როგორც ესეთი და მალევე ამ გაფრთხილების შემდგომ ჩიტაძის ყველა მხრიდან ეს სპეცნაზელები ნიღბებით და ფარებით აღჭურვილობით წამოვიდნენ მომიტინგეებთან. იყო რაღაცა ტროსი რკინის გაბმული კინოთეატრ რუსთაველთან. ჩვენ ვიდექით კინოთეატრი რუსთაველის აი გადაფარებულის ქვეშ რაღაც შესასვლელი სადაც არის. ყველა რეპორტიორი თავსხმა წვიმა იყო. ბევრმა რეპორტიორმა ვინც წავიდა, ანუ დაძვრისთანავე ეს პოლიცია და სპეცრაზმელები რო დაიძრა, გავიდნენ გადასაღებად. უამრავ ოპერატორს და უამრავ ფოტოგრაფს გაუფუჭდა კამერა. იმიტომ რომ წყალი ჩავიდა შენ და ფიზიკურად ვერ იღებდნენ. მათ შორის ვერ გადაიღო როიტერის ფოტოგრაფმა, მათ შორის ვერ გადაიღო ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ, არ დავასახელებ სახელს და მაგ ადამიანის, ვერა. ის ცოცხალი აღარ არის და რა ვიცი, ძალიან ისე არ. ხო და წვიმამ გაუფუჭა თუ წვიმამ გააფუჭა კამერა, ფიზიკურად ვერ იღებდა ვერავინ. ჩვენ რაღაცა აი გამოცდილების ამბავიც არის, ალბათ ველოდებოდით ზუსტად იმ მომენტს, როდესაც რაღაცა კადრი იქნებოდა მნიშვნელოვანი. და როდესაც დაიძრა უკვე ეს პირველი შეტაკება მოხდა მომიტინგეებს და სპეცრაზმელებს შორის, მაგ დროს გავედით გადასაღებად. დაახლოებით რომელ საათზე მოხდა ეს? მე მგონი 12-ის შემდეგ იყო უკვე, ანუ გადაცი ზუსტი დრო არ მახსოვს, იმიტომ რომ არ შემეშალოს, იმიტომ რომ იმ გაფრთხილების შემდგომ უკვე ძალზედ მალე 12-ს გადაცილებული იყო, როგორც მახსოვს და აი როგორ გითხრათ ახლა საშინლად ცემეს ადამიანები. საშინლად კინოთეატრ რუსთაველში შევარდა. მე მახსოვს რომ უამრავი ადამიანი გამოიყვანეს იქიდან ნაცემი. შალვა ოგბაიძე იყო, მე მგონი აქ სადღაც ამ ჩიტაძის ქუჩის ნაცემი იყო. გადავიღმეთ და გედენიძემაც გადაიღო როგორც მახსოვს. ისე გააკეთეს ხალხ გასვლის საშუალება არ მისცეს. და ძირითადი ნაკადი წაიყვანეს პარლამენტის მიმართულებით, აი შიდა სივრცე სადაც არის დახურული, რომ ვერსად ვერ გაქცეული. თითქმის ყველას თავი ქონდა დახეთქილი. აი ქალი, კაცი, დიდი, პატარა, ბავშვი, მოხუცი, ასაკოვანი, ასეთი მნიშვნელობა არ ქონდა. ყველას თავები ქონდა დახეთქილი ისეთ ცემეს. ხელბორკილები რო დაადეს მე ეს ადამიანები რუსთაველზე ამ წვიმაში მდგომარეობაში დაყრილები იყვნენ, ხელბურკილები ითხოვდნენ შველას ყველა და ესენი უარესად ცემდნენ იმ ადამიანებს. მე დაამწყრივეს ეს ადამიანები და რუსთაველზე ჩაატარეს სულელობით, წაიყვანეს საპატიმროებში.
მე გზანში შევხვდა ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იყო 4 შვილის მამა, რომელიც დაპატიმრებული იყო 26 მაისის პერიოდში. და ის მიყვებოდა, რომ ყოველდღე მცემდნენო გზანის საპყრობილეში ჩვეულებრივი რიტუალი იყო, არც არავის არ გაკვირებია ეგეთი ამბავი. უბრალოდ ადრე მიწუხდებოდა გულიო და გამანების თავი მერეო, იმიტომ რომ ძირითადად შემოდიოდნენ სავარჯიშოდ. და ეს ხდებოდა უმეტეს შემთხვევაში პარასკევ დღეს. იმიტომ რომ შაბათ-კვირას თუ გამოუვიდოდა რამე სილურჯეები და ამბები ჩასვავდნენ კაცეში და არღვია შიდა განაწესი და სანამ არ მოუშუშდებოდა ადამიანს ეს სიშავე და სილურჯე მანამდე არ აძლევდნენ უფლებას ან ოჯახის წევრის ნახვის ან ადვოკატს როგორც ხდებოდა. სიმართლე რო გითხრათ, მე იმდენად გაუცებული ვიყავი. ეხ საკუთარ თავს რო ეუბნები, რომ იმუშავე, გადაიღე და ეს რეპორტაჟი მე ვცდილობდი რომ გადაგვეჩინა ეს მასალა. პარლამენტის სახურავიდან ავიხედით ზემოთ, დავინახეთ ადამიანები, ვინც კამერით მუშაობდნენ, ანუ იღებდნენ და აძლევდნენ ალბათ სავარაუდოდ მიმართულებებს ვიღაცა, იმიტომ რომ ჟურნალისტები ვინც იყვნენ, ყველას დაძებდნენ, აბსოლუტურად ყველას, განურჩევლად, ყველას ძებდნენ თითქმის. აი ჩვენ მე გადამარჩინა, შემიძლია თქვა, რომ ეფრემ ლუკაცკის ინგლისურის საუბარმა, რა, რომ ისინი რომ მოდიოდნენ ჩვენ საცემად, ის ეუბნებოდა პრეს ინგლისურად და თან ეუბნებოდა რომ Associated Press-ის წარმომადგენლები და ჩერდებოდნენ და ჩვენ დაბედად ეს ოფისი Associated Press-ის იყო ახლოში მარიოთან. ჩვენ რამოდენიმე რკალი იყო გაკეთებული, რომ ვერცეთი ვერ გასულიყო. მომიტინგეებს გულისხმობდა, მათ შორის აი სრულიად შემთხვევით ვიღაცებმა შეძლეს. მე მახსოვს, რომ უამრავი ადამიანი ეხლა რომ ის არის მუზეუმი, იქ ცხრილი იყო დიდი და იქ იმალებოდნენ და გამთენიისას დატოვეს ის ადგილები, იმიტომ რომ ფიზიკურად გადაადგილების საშუალება არ იყო. ანუ თუ რამოდენიმე რკალი იყო გაკეთებული, რომ ვერცეთი მომიტინგე ვერ გასულიყო. ეს რისი ცხრილი იყო სამუშაოები სამშენებლო და სამშენებლო პარლამენტის მოპირდაპირ მხარეს, აი ეს მუზეუმი რომ არის. ხო, და იქ იმალებოდა უამრავი ადამიანი, ვიცი რომ მეორე დღეს თვითონ ვინც ხვებოდა ამბებს ამბობდა იმას, რომ რადგან გასვლის საშუალება არ იყო და საშუალება იყო იმისი, რომ დაეპატიმრათ, მაინც დააპატიმრეს მე რაღაცა პერიოდის შემდეგ, მაგრამ იმ მომენტში თავს უშველეს მაგით. კინოთეატრ რუსთაველიდან უამრავი ადამიანი გამოიყვანეს და ცემეს. რა ვიცი, აი რაღაც საშინელებები მოხდა. ბატონ გიორგი, თქვენ ეს მასალა რომ შექმენით, მიუხედავად სირთულეებისა, რაღაც მომენტში შეეცადეთ, რომ ადგილი დაგეტოვებინათ ალბათ, ხომ ასე, როდის მოხდა ეს და როგორ? მივხვდით კაპიტან თეაბოდის შეგაწყვეტინა. როდესაც მივხვდით, რომ ეს ხალხი უკვე ნელ-ნელა ესე დამწყრივებული ხელში ნაცემი ხელბურკილებით მიყავდათ, აი როგორ გითხრათ, ტყვეებს რო ჩაატარებ ადამიანი, აი ესე მიყავდათ რუსთაველის გამზირზე, გვერდიგვერდ აცილებდნენ ისინი და ცემდნენ. ნიშნულობა არ ქონდა მაგათთვის, აი მოხცი იყო, ახალგაზრდა იყო, ქალბატონი იყო, აი არსებითი ნიშნულობა არ ქონდა. მაგას ყველას ცემდნენ უმოწყალს. რო ჩაატარეს ეს ადამიანები, მე ვფიქრე, რომ უკვე გავრიდებოდით, იმიტომ რომ თვითონ ეფრემაც მითხრა, რომ ვერაფერი ვერ გავაკეთე, ვერ ვიმუშავე, იმდენად შოკში იყო ჩავარდნილი ამ მდგომარეობით. და ჩავედით ოფისში და ეკეთან გადავაგზავნეთ ფოტოები საერთაშორისო მედიაში. მე როგორც მომიყვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, როდესაც საპატიმრო დავტოვეთ, ამ ფოტოებმა გამოიწვია დიდი რეზონანსი, რომ აი ესეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, აი პოლიციელები, როდესაც ხელბორტილს ადებენ, ეს ფილმებშიც არის, მე ვალდებულება ეცოლებათ, რომ პირველად დახმარება უნდა აღმოუჩინონ, თუ რამე დაშავება აქვს მიღებული ადამიანს და
ესენი რომ უმოწყალოდ ცემდნენ, ამან გამოიწვია ყველაზე დიდი რეზონანსი და როგორც მე მითხრა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ეს საერთაშორისო მედიაში რომ დაიბეჭდა ერთ-ერთ შეხვედრაზე, თურმე მაშინდელ ეგრეთ წოდებულ აღმაშენებას, როგორც უწოდებენ დღეს ზოგიერთები და ამბობენ, რომ მან დააარსა სახელმწიფო. თურმე მას აჩვენეს, რომ აი ესეთი ფოტოები გამოქვეყნდა საერთაშორისო მედიაში. მაქსიმალურად ცდილობდნენ, იმიტომ რომ მეორე დღეს ისე ჩაატარეს აღლუმი და ისე დაარიგეს ის ღირსების ორდენები, ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხი არის დაღუპული, დახოცილი, ნაცემი, ნაწამები. მიშას უთხრესო ეს ამბავია და ვინც იმ დღეს იღებდა ფოტოგრაფები, ყველა დაიჭირეთო. გაუწია მას ბრძანებაო. ესე მომიყვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შემდგომში, როდესაც ეს ფოტოები აჩვენეს. ქართველმა თუ უცხოელმა? ქართველმა ჟურნალისტმა